სანამ თქვენ გეძინათ, დიდი ამბებია უკრაინაში მეგობრებო, უკრაინაში კი არა, უფრო სწორედ რუსეთში. უკრაინელმა აგენტებმა პირდაპირ დრონების რუსულ ქარხანაში შეაღწიეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი თათრეთის რესპუბლიკაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სისტემაში მუშაობდნენ და მოიპოვეს მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ყველა თანამშრომლის, მათი ნათესავების, საცხოვრებელი მისამართების, მიწოდების ჯაჭვების და სხვა ინფორმაციებს. გარდა ამისა, უკრაინის სპეცსამსახურებების თანამშრომლებმა უპილოტო საფრენი აპარატების ბოლო პარტიებში სიურპრიზები დაუმატეს რუსებს. გაშვების მცდელობისას ეს დრონები ფეთქდება. ეს წარმოუდგენლად რთული სპეცოპერაცია იყო და ჰგავს ისრაელის რაციების სპეცოპერაციის სირთულეს და ასევე უკრაინელების მიერ ჩატარებულ ტრაილერების სპეცოპერაციას, რომელიც გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ჩაატარეს უკრაინელებმა. კარგი, ახლა გადავიდეთ სხვა ინფორმაციებზე. გახსოვთ რომ გესაუბრეთ ზელენსკიმ რუსეთის დაჟის სპეციალური ოპერაცია რომ დაანოსა. აბა რა ხდება, მოდი მივყვეთ ამ მიმართულებით უკრაინასა და რუსეთში. მოდი დავიწყოთ ბელარუსით. გახსოვთ რომ გესაუბრეთ რუსული რაკეტების გადამისამართება რომ მინარეობდა ბელარუსში მდებარე რეტრანსლატორებით და ზელენსკიმ პირდაპირ წაუყენა მოთხოვნა ლუკაშენკოს მაშინ გახსოვთ, ან მაგას გამორთავთ, ან მერე ჩვენ ვიცითო და ეგრევე გამორთეს ბელარუსებმაც და ხო და რამდენიმე დღის წინ უცხოეთიდან ლუკაშენკო ბრუნდებოდა ბელარუსში და როგორც მედიაში წერენ, მისი თვითმფრინავი რუსეთში შეყომდა და ამბობენ რომ მას შეხვდნენ იქ და ესაუბრნენ. მე ნახდა და ვიცი, ვინ შეხვდა და რა უთხრა ლუკაშენკოს, მაგრამ რამდენიმე საათის წინ უკრაინის შეერაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ პირდაპირ თქვა, რომ გუშინ ისევ დაფიქსირდა ბელარუსში რეტრანსლატორების მუშაობა და იქვე დაამატა, რომ ბელარუსები იმ აპარატებს მეტად ვეღარ ჩართავენ. გასაგებია ალბათ, რაც იგულისხმა სირსკიმ, მაგრამ რაც იგულისხმა, ეს უკვე ნიშნავს სრულ ვაბანკს, რადგან ლუკაშენკომაც იცის ეს, რასაც ნიშნავს და აქამდე ყველანაირად თავს იკავებდა, ის კი არა ცოტა ხნის წინ თავის ხალხთან თავის კი იმართლა და თქვა, რომ მეტი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რაიმე ზედმეტი და უკრაინას გამზადებული აქვს დასაბომბად ბელარუსის ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით და მაშინ ეს გითხარით, რომ როგორც კი ზელენსკიმ მას მოუწოდა გამორთეთ ის აპარატები, რომლითაც რუსული რაკეტები სამიზნოებს ასწორებენ უკრაინისკენ, უცებ გამორთეს ბელარუსში ის აპარატები. და ახლა თუ ისევ ჩართეს ეს რეტრანსლატორები ბელარუსში, ალბათ სხვა გზა აღარ აქვს და მზად არიან დაბომბვასაც გაუძლონ. კარგი, ახლა მომდევნო ინფორმაციებზე გადავიდეთ. შეგახსენებთ, რომ მე გაწვდით მხოლოდ ინფორმაციებს ჩემი შეფასების დამატების გარეშე. ეს იმიტომ, რომ ვინმე არ გაღიზიანდეს რას პროფესორობსო. ასე რომ გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ეს ვიდეო. გრძელდება უკრაინის სპეციალური ოპერაცია აიძულე მშვიდობა რუსეთს. უკრაინელებმა დრონებით შეუტიეს რუსეთის 10 უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან 9-ს. ასევე დაბომბეს ვორონეჟში, ვოლგოგრადსა და ტულის ოლქში თავდაცვის ქარხნები. რამაც ცხადი ეცით უკვე, რომ რუსეთში ნავთობის კრიზისი განაპირობა. ბენზინი უბრალოდ აღარ არის რუსულ ქალაქებში და ამ ვიდეოებსაც, სადაც დიდი რიგები არის ბენზინ გასამართ სადგურებზე, თქვენ ისედაც ნახავთ. აი, ვაშინგტონ პოსტი აქვეყნებს ერთ რუს ბიზნესმენთან ინტერვიუს, რომელიც პირდაპირ ყვება, რომ რუსეთში ყველა ფიქრობს თუ როგორ მოხსნას ანგარიშიდან თავისი ფული და ქვეყნიდან წავიდეს. არ ვიცი ეს გაზვიადებულია თუ არა, მაგრამ იქვე მიზეზსაც ამატებს ვაშინგტონ პოსტი, რადგან რუსეთის ელიტაში პოტენციური სამხედრო ესკალაციის გამო ნერვიულობა იზრდება, რომ უკრაინელების მიერ რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების ფონზე პუტინმა შესაძლოა საპასუხო ზომებს მიმართოსო. ამას ამბობს ვაშინგტონ პოსტი. საპასუხო ზომები კი მივხვდით ალბათ რაც იგულისხმა, რადგან როგორც ეს მოსკოველი ბიზნესმენი ამბობს, რუსეთის ინფრასტრუქტურის დასაცავად საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები არ არის, რადგან კრემლში არ ელოდნენ უკრაინის ასეთ წინააღმდეგობას, ისინი არ იყვნენ მზად ხანგრძლივი ომისთვის და არც დრონებით ომისთვის არიან მზადო, თქვა ამ ბიზნესმენმა. ამის ფონზე რუსეთისთვის გეოპოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქებს. გახსოვთ ზელენსკის როგორ აკრიტიკებდნენ, მათ შორის საქართველოში როგორ გაუბედე ტრამპს ისეთი ტონით საუბარი თეთრ სახლში. გახსოვთ პირდაპირ მის კაბინეტში როგორ ღიად უთხრა ზელენსკიმ ტრამპს სათქმელი. ხო და როგორ ჩანს, ზელენსკი მაშინაც სწორად იქცეოდა, როცა ასე ღიად უტევდა და ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად მოაწერა ხელი დიდი შვიდეულის დეკლარაციას, რომლითაც უკრაინას ტერიტორიულ მთლიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა. ამავდროულად ვაშინგტონ პოსტი
ყოფილ რუს მაღალჩინოსანს ესაუბრა, რომელმაც ღიად თქვა, რომ რუსეთში ფინანსთა სამინისტროს სამხედრო ხარჯის გასაზრდელად თანხის მოძიება სჭირდებაო და ამ ხარჯმა პირველ კვარტალში ბიუჯეტის მიერ დახარჯული ყოველი მეორე რუბლი და აკრეფილი გადასახადების 2/3 უკვე მოიცვა, თუმცა იმ მაღალჩინოსანმა იგივე გაიმეორა, რასაც პრინციპში ალბათ შენს ფიქრობ. კრემლი სავარაუდოდ ზეწოლას არ დაემორჩილება და უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებისთვის გზების ზებნას დაიწყებს. როგორც ჩანს, ესკალაციის ახალი ციკლი გველისო, ამბობს ის რუსი მაღალჩინოსანი, ალბათ სადმე სხვაგან შეუტევს სხვა ქვეყანას სადმე და ეს დიდი ალბათობით იქნება ბალტიისპირეთი. აი მანდ უკვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოიცდება, თუ რამე შეუძლია და თუ არ შეუძლია, მაშინ ალიანსი უნდა დაიშალოს და ახალი უფრო ძლიერი ალიანსები უნდა შეიქმნას, სადაც უკვე დიდი ბრიტანეთი და უკრაინა იქნება მთავარი ძალა. ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა. თუ ვინმეს რუსეთში ბანკებში გაქვთ დანაზოგი, Washington Post-ი გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ან სხვა ქვეყანაში გადაიტანოთ, თუ ცხადია შეგიძლიათ. რადგან Washington Post-ი წერს, რომ რუსულ ბიზნეს საზოგადოებაში უკვე ფიქრობენ, რომ რუსული სახელმწიფო ომის დასაფინანსებლად კერძო დანაზოგების გამოყენებას შეეცდებაო. ზოგადად დეპოზიტების კონფისკაციის შესახებ ჭორები 2024 წლის ბოლოდან დაიწყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზუგანოვი მოულოდნელად მოსახლეობისა და კომპანიების საბანკო დეპოზიტების მობილიზაციის ინიციატივით გამოვიდა. მე როგორც ჩანს, ზუგანოვმა უარყო, თუმცა ჭკვიანმა ხალხმა დაიჯერა, რომ ფულს წაართმევენ და ამიტომ ყველა ფიქრობს, თუ როგორ მოხსნას ანგარიშიდან თავისი ფული და რუსეთიდან წავიდეს. ეს იმ რუსი ბიზნესმენის სიტყვებია, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. მას ასე გრძელდება უკრაინული დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების დომინაცია რუსეთში და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში. იბომბება სტრატეგიული ობიექტები, ხიდები, რათა ყირიმი გადაიქცეს კუნძულად, ნავთობის ბაზები, რათა ბენზინი აღარ კონდეს რუსეთს და ასე შემდეგ. მე არ ვიცი ახლა ასე ერთდროულად შეტევა რას უკავშირდება უკრაინაში დრონების წარმოუდგენლად გაზრდილ წარმოებას, რომლისგანაც თავს ვერაფრით დაიცავს რუსეთი, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია, ამას ვერანაირი ანტისაჰაერო სისტემები ვერ გაუძლებენ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინელები ელოდნენ თანხმობას. მათ მონიშნული ჰქონდათ ყველა ობიექტი და ასე ერთდროულად შეუტიეს თანხმობის მიღების შემდეგ. უკრაინელები ძირითადად უტევენ დრონებით და ფლამინგოს ვარდისფერი რაკეტებით, მაგრამ ალბათ შემოდგომა ზამთარში უფრო მასშტაბურ შეტევებს დაიწყებენ რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ქვეყნის სამხედრო კონცერნი დიდი რაოდენობით ბალისტიკურ რაკეტებს გამოუშვებს. ამ მხრივ უკრაინელებს ძალიან ეხმარებათ სოციალური ქსელები. ამასთანავე თურმე კრასნოდარის ერთ ქალაქში რუსეთის ერთმა მოქალაქემ შემთხვევით გათქვა, რომ მათი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კვლავაც მუშაობდა და მერე რაც დამართეს უკრაინელებმა იმ ობიექტს ალბათ მიხვდებით. ასე რომ როგორც ჩანს, უკრაინელებს დააზვერებას აღარ ჭირდებათ, უბრალოდ ჩაუჯდებიან რუსულ სოცქსელებს და ინფორმაციის დიდ ნაწილს იქიდან იღებენ. ვიდეოები შევხედა, ამასთანავე ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც წარმოუდგენლად ემოციურია. ვიდეოში ჩანს, უკრაინელებმა ტყვე დაიყვანეს რამდენიმე რუსი ჯარისკაცი, ერთი რუსი ეკითხება უკრაინელებს, მათ ტყვე დაიყვანდნენ თუ ეგრევე დახოცავდნენ. მეორე რუსიც უმეორებს შეკითხვას. უკრაინელი ძალიან მშვიდი ხმით პასუხობს, რომ უკრაინელები რუსები არ არიან, მათ არ დახოცავენ და ტყვე დაიყვანენ. ახლა მოდი ამ ვიდეოს ფინალში ვისაუბროთ ნიკიტა მიხალკოვის საინტერესო მოსაზრებებზე. კინორეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის თქმით, რუსეთში რევოლუციური სიტუაცია იქმნება. მიხალკოვი ძველი და გამოცდილი კაცია, რომელიც ყოველთვის ხვდებოდა რა ხდებოდა კულისებში. მიხალკოვი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის ნაცვლად რუსებმა მიიღეს ის, რომ უკრაინელები, რომლებსაც სხვადასხვა შეხედულებები და პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდათ, ახლა ერთ მთლიან მონოლითურ მასად ჩამოყალიბდნენ. ხოლო უკრაინის მიერ შემუშავებულ სამხედრო ტექნოლოგიებს ამერიკის შეერაღებული ძალები ტესტავენ, მაგალითად საზღვაო უპილოტო დრონებს. მიხალკოვი ამბობს, რომ მიმდინარე კონფლიქტის დასრულება 2022 წლის თებერვალში გაჟღერებული რუსული პირობებით პრაქტიკულად შეუძლებელია. სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება რუსეთის ეკონომიკას ჩამოშლის, თან არანაირი აზრი არ აქვსო. დრონების წყალობით ქვეითების შეტევაში გაგზავნა ახლა ისეთივე უაზრობა გახდა, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვიამრქვევების წინააღმდეგ ქვეითების გაგზავნა. მაშინ სანგრებიდან ამოსვლა ახალი იარაღის ტანკების საშუალებით მოხდა. ჯერჯერობით არსებულ სიტუაციაში ეს ახალი იარაღი არ ჩანს. ეჭვი მაქვს, თუ შეიქმნება ასეთი იარაღი, მისი პირველი მფლობელი ჩვენი მოწინააღმდეგე იქნებაო, ამბობს მიხალკოვი და ამატებს, რომ რუსეთის სიტუაცია ემსგავსება იმას, რაც 1917 წლის თებერვალში რუსეთში იყო, მაშინ ტრიგერის როლი პეტროგრადში პურის დეფიციტმა ითამაშა. რა იქნება ეს ტრიგერი ახლა? პურის თუ საწვავის დეფიციტი? ვერ გეტყვითო, ამბობს ნიკიტა მიხალკოვი, ხო და მე ამ კითხვას თქვენ დაგისვამთ. თქვენი აზრით, რა მოხდება რუსეთში? რას ფიქრობთ? გაბედავენ თუ არა რუსული ძალები შეუტიონ ევროპას? თუ ეს ომი ამ პირობებით დასრულდება? თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ გვერდის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება. რადგან თქვენი აზრი
მნიშვნელოვანია. ამიტომ თქვენს აზრს კომენტარებში მოვისმენ.